კეთილი მოგესალმებით. დღეს დიასპორის კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გვაქვს, სადაც განვიხილავთ დღის წესრიგით ერთ საკითხს, ეს არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა. მანამდე მე გვაქვს ჩვენ დიასპორის კომიტეტს, ხო? კვორუმი გვაქვს თქვენს? კი ბატონო, მოგესალმებით. სპორტის კომიტეტსაც დღის წესრიგით ანალოგიური წესრიგი გვაქვს. ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი 9 თვის ბიუჯეტის მიმოხილვა, კვორუმი გვაქვს. მოგესალმებით. კვორუმი არის და შესაბამისად სხდომა გახსნილია. კულტურის კომიტეტის დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ერთი საკითხი, ეს არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა. კეთილი. მოკლედ დიასპორის კომიტეტს მოწვეული გვყავს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ბატონი ნოდარ კომახიძე, საკონსულო დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გიორგი ნაცვლიშვილი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი მამუკა ბარათაშვილი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ბატონი გიორგი ენუქიძე, იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის დირექტორი. კეთილი, მოხსენებლად უცვლელია ბატონი გიორგი კაკაურიძე და ვთხოვთ 9 თვის მონაგარი და მონაცემები გვითხრას რა ხდება და როგორ ხდება. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. პრინციპში დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენ 2026 წლის ბიუჯეტის განხილვასთან ერთად გქონდა საუბარი 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. თუმცა კიდევ ერთხელ მოგახსენებთ ძირითად პარამეტრებს და თუ კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, ჩემ კოლეგებთან ერთად ვცათვალოთ თქვენს კითხვებსაც უპასუხო. დავიწყებ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. ჩვენ წელს ბიუჯეტით დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა, რეალური ეკონომიკური ზრდა იყო უფრო მაღალი, 7.7% შეადგინა. პირველი კვარტალი იყო შედარებით კიდევ უფრო მაღალი, 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, ხოლო მესამე კვარტალის წინასწარი მონაცემებით 6.5%-ია რეალური ეკონომიკური ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელსაც რაც შეეხება სექტემბრის ბოლოს დაფიქსირდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 4.8%, თუმცა საშუალო ინფლაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში არის 3%-ის დონეზე. საგარეო სექტორს რაც შეეხება, ჩვენ წლის პირველ 9 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, საქონლის სავაჭრო ბრუნვა გვაქვს ჯამში 18 მილიარდ 555 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 9.1% არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი არის 5 მილიარდ 151 მილიონი დოლარი, 7.7% არის გაზრდილი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 9.7% და 13 მილიარდ 394 მილიონ დოლარს შეადგენს. საგარეო სექტორის მეორე მნიშვნელოვანი წყარო ეს არის ტურიზმი. ჩვენ წლის პირველ 9 თვეში ყავდა საერთაშორისო ვიზიტორი ჯამში 5.327.000 პირამდე. აქედან ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა იყო 4.307.000 პირი, და არის წინა წელთან შედარებით 7.9%, ხოლო რაც შეეხება ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში მიღებულ შემოსავალს, წელს შეადგენს 3 მილიარდ 638 მილიონ დოლარს, რაც დაახლოებით 5.1%-ით მეტია, 176 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ჰქონდა შემოსავალი ტურიზმიდან. ფულადი გზავნილების ნაწილში გვაქვს 6%-იანი ზრდა, ჯამში 2 მილიარდ 390 მილიონ დოლარამდეა ფულადი გზავნილების და მიღებული შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკაში და ეს წმინდა ფულადი გზავნილებია, რუსეთის გარდა ყველა სხვა ქვეყნიდან არის გასწრილი შემოდინება. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის მონაცემებს, რამდენიმე პარამეტრს მოგახსენებთ. ნაერთ ბიუჯეტზე შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში შესრულებულია 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 102.8%-ით, 21 მილიარდ 32 მილიონი ლარია მობილიზებული, მათ შორის გადასახადების სახით მიღებული გვაქვს 18 მილიარდ 813 მილიონი ლარი და ამავდროულად 1 მილიარდ 896 მილიონი ლარია დაბრუნებული დღგ-ის ზედმეტობის სახით. გრანტების ნაწილში მიღებული გვაქვს 203.6 მილიონი ლარი, 127%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის, სხვა შემოსავლები ჯამში მიღებული გვაქვს 2 მილიარდ 15 მილიონი ლარი და ესეც 127%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის. პრივატიზაციის ნაწილში 9 თვეში 454 მილიონი ლარი მივიღეთ ნაერთ ბიუჯეტში, 117.6%-ია შესრულებული
შორის პროცენტული მაჩვენებელი, სესხების დაბრუნების სახით მივიღეთ 213 მილიონი ლარი, ოდნავ მეტი და შესრულება არის 144%, ხოლო ყველაფერი აქედან გამომდინარე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 0.4% მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ვალს რაც შეეხება მოგხსენებათ წელსაც მთავრობის ვალის აქვს კლებადი ტენდენცია 36%-მდეა დაგეგმილი წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მაჩვენებელი, დღის მდგომარეობით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, უბრალოდ 9 თვის ბოლოსთვის შეადგინდა 34.9%. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, აქ შემოსავლებით დავიწყებ, შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 17 მილიარდ 767 მილიონ ლარს, დაგეგმილი მაჩვენებელი შესრულებულია 102.5%-ით, მათ შორის გადასახადების სახით მივიღეთ 16 მილიარდ 176 მილიონ ლარზე მეტი, 100.1%-ია, გრანტებში მივიღეთ 199 მილიონ ლარზე მეტი და 138%-ია, ხოლო სხვა შემოსავლებში მილიარდ 391 მილიონი ლარია მიღებული და 135%-მდეა შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება პრივატიზაციას, უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 262 მილიონი ლარი მივიღეთ და 115%-მდეა, ხოლო სესხების დაბრუნების სახით მივიღეთ 270 მილიონი ლარი და 136.4%-ია. სახელმწიფო ვალდებულებების ნაწილში ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ მილიარდ 122 მილიონი ლარი, 628 მილიონი ლარია საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტების სახით მიღებული გვაქვს 439 მილიონი ლარი. ამავე პერიოდში ვალების მომსახურებასა და დაფარვაზე საგარეო ვალების ნაწილში მიიმართა მილიარდ 562 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 839 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მოგხსენებათ წლიური ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 27 მილიარდ 951 მილიონი ლარის ოდენობით, 9 თვეში საკასო ხარჯმა შეადგინა 19 მილიარდ 277 მილიონ ლარზე მეტი, რაც 9 თვის გეგმასთან მიმართებით არის დაახლოებით 93.3%, ხოლო წლიური გეგმის მიმართ 69%-ია შესრულების მაჩვენებელი. უწყებების მიხედვითაც შესრულება არის ნორმალურად. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში ათვისებულია მილიარდ 761 მილიონ ლარზე მეტი და 91.3%-ია ათვისებული. ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში 6 მილიარდ 585 მილიონ ლარზე მეტია ათვისება და 99.6%-ია შესრულება. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 154 მილიონ ლარამდე ათვისება და 88%-მდეა შესრულების მაჩვენებელი. თავდაცვის სამინისტრო მილიარდ 221 მილიონი ლარი და 99%-ს აღწევს შესრულება. შინაგან საქმეთა სამინისტრო 997 მილიონ ლარამდე და 95%-მდეა შესრულების მაჩვენებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაწილში 2 მილიარდ 57 მილიონი ლარი და 91%-ია. სპორტის სამინისტროს შემთხვევაში ათვისებულია 240 მილიონ ლარზე მეტი და 96%-ია შესრულების მაჩვენებელი, ხოლო კულტურის სამინისტროს შემთხვევაში 175 მილიონ ლარამდეა ათვისებული და 73%-ია შესრულების მაჩვენებელი. აქ მინდა რამდენიმე სიტყვით კიდე შევეხო სამინისტროების ათვისების ნაწილს. სპორტის ნაწილში ჩვენ სავარაუდოდ დაგვჭირდება გარკვეული ცვლილებები და თანხის დამატება, მქონდა შეხვედრა სპორტის სამინისტროსთან და მოგვიწევს გარკვეული თანხების მობილიზება იმისთვის, რომ ის ვალდებულებები, რომელიც აქვს სხვადასხვა ფედერაციების ნაწილში სრულად იქნეს დაფინანსებული. კულტურის სამინისტროს ნაწილში ალბათ მოგვიწევს პროექტებს შორის თანხების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება და ამითი გარკვეული ვალდებულებების შესრულება, რითაც 95%-ზე მეტი იქნება წლიური შესრულების მაჩვენებელი აქაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში გარკვეული ეკონომიები კურსისგან გამომდინარე გვაქვს და აქ წლის ბოლოს ვნახოთ შეიძლება გარკვეული რაღაც გადატანები დაგვჭირდეს ერთმანეთში და ჯერ წინასწარ არ მინდა საუბარი, თუმცა შეიძლება რაღაც კაი მიმართულებაზე დაგვჭირდეს თანხის გაშვება და საბოლოო ჯამში მე 9 თვის მთლიან შესრულებასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯამურად ნორმალურად მიდის, თუმცა რიგ პროექტებში შესაძლებელია იყოს აუთვისებლობა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლოს გვერდ წინაშე გარკვეულ ცვლილებებს წარმოვადგენთ, რომლითაც თანხები პროექტებსა და პროგრამებს შორის იქ მოხდება გადანაწილება და იმ პროექტებზე და პროგრამებზე, სადაც მეტი რესურსია საჭირო, იქით გადანაწილდება და სადაც შესაძლებელია რომ ეკონომიების ხარჯზე არ მოხდეს ათვისება, ეს იქ შემცირდება და ჯამურად ამას დეტალურად უფრო ვისაუბრებთ ალბათ თვის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი. ჩვენ კომიტეტების მიხედვით უკითხვები არის დავსვათ
ჯერ დიასპორის კომიტეტს ვთხოვ, ბატონ ილია გთხოვთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ თვის ბოლოს იქნება რაღაცა გადანაწილება იმ თანხების, რომელიც არ იქნა ათვისებული. თუ იქნება და თხოვნა მაქვს ესეთი, რომ რეგიონებზე, რეგიონალური პროექტების მიმართულებითაც თუ გაითვალისწინებთ ამ გადანაწილების დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რეგიონებისთვის, ყველასთვის, რა თქმა უნდა. მადლობა. მადლობთ ბატონ ილია, კითხვები კიდე თუ არის? კეთილი, მე მექნება დიასპორის კომიტეტიდან. ბატონ გიორგი, მოკლედ ეკონომიკური ზრდა 7.7-ია, მაღალი გვაქვს 9 თვის მონაცემებით. ამავე დროს გადასახადების ნაწილშიც 100%-ზე მეტია და ეს მნიშვნელოვანია. იქ კურსთან მიმართებაში გვაქვს სტაბილურობა და ესეც მისასალმებელია. ერთადერთი ინფლაციის ნაწილში გვაქვს ცოტა მომატებული და რასთან არის ეს დაკავშირებული, რომ ამასთან დაკავშირებით რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. კიდე კითხვები თუ არის? სპორტის კომიტეტს თუ არის კითხვები? გაქვთ ბატონო კითხვები, ბატონო გთხოვთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მე ესეთი შეკითხვა მქონდა, რომ გქონდათ ვიცი თქვენ მოხსენებაში ახლა გითხარით სპორტის მინისტრთან შეხვედრა და ამ თანხებზე რა რაოდენობაზე არის საუბარი, რა თანხები გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეჯიბრი არის დარჩენილი ახლა ბოლო პერიოდში ნოემბერ-დეკემბერში განსაკუთრებით და რა თანხაზე არის ლაპარაკი, რომ მობილიზება მოხდეს ამისი, რომ ჩვენო სპორტსმენებმა რაღაც უსიამოვნებები არ შეხვდეს მოკლედ ამ მომენტში. კითხვები თუ არის სპორტის კითხვები დამით ამოწურთ. კეთილი, ბატონ გიორგი, გთხოვთ. დიდი მადლობა. დავიწყებ ბოლოკის შეკითხვიდან. ზუსტი თანხას არ დავასახელებ, ვინაიდან კიდე განხილვის პროცესშია, თუმცა ის ყველა ვალდებულება, რომელიც სხვადასხვა ფედერაციებს აქვს იმ შეჯიბრებების ნაწილში, იქნება დაფინანსებული წელს, რაც საჭიროება არის, დაახლოებით სადღაც 15 მილიონის ფარგლებში სავარაუდოდ მოგვიწევს, რომ დამატებით გამოეყოს სპორტის სამინისტროს, მათ შორის ეს არის ის მიღწევებიდან გამომდინარე ჯილდოები, რომელიც ნაწილი უკვე გაცემულია, თუმცა დარჩენილია გარკვეული მიმართულებები, სადაც სპორტულ ფედერაციებს და სპორტსმენებს აქვთ მიღწევები და ამ მიმართულებითაც იქნება თანხები გამოსაყოფი. ზუსტ თანხაზე ჩამოყალიბდებით მომდევნო 2 კვირის განმავლობაში და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება ზუსტი თანხებით ვისაუბროთ. რაც შეეხება რეგიონებთან მიმართებაში კითხვას, აქაც იგივე პრინციპი იქნება, არის პროექტები, რეგიონულ პროექტებს გულისხმობ, სადაც უფრო მეტი ათვისებაა ვიდრე დაგეგმილი იყო, ანუ უფრო მეტი სამუშაო შეასრულეს კონტრაქტორებმა და ამ შემთხვევაში მოგვიწევს, რომ იქ მეტი თანხა გადავანაწილოთ, თუმცა არის შემთხვევები, სადაც შესრულება ნაკლებია და ამიტომ იმ პროექტებიდან, სადაც ნაკლები შესრულებაა, გადავიტან თანხებს იმ პროექტებზე, სადაც ფაქტიური შესრულება იქნება მეტი. და რაც შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებით, ინფლაცია მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში დაფიქსირდა 4.8%, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია არის 3% ჯერჯერობით და ჩვენ 2026 წლის ბიუჯეტი როცა განვიხილეთ, ჩვენ თქვით, რომ 3%-ს გადააჭარბებს საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი და მოსალოდნელი რომ დაახლოებით 3.6%-ის ფარგლებში იქნება და აქ რეალურად რაც მოქმედებს არის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა, მათ შორის არის საკვირპროდუქტებზე, ანუ სურსათზე ფასების ზრდისგან გამომდინარე, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ დიდწილად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე და იქ არსებულ ფასებზე, ეს იწვევს ერთ-ერთი წარმმართველი, ეს არის რაც იწვევს ინფლაციის მატებას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ წელს გადააჭარბებს ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებელს და მომდევნო წელს უკვე წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება მის მიზნობრივ მაჩვენებელისკენ ტრაექტორია ექნება. კეთილი, ბატონ გიორგი, მოკლედ დიასპორის კომიტეტის სამოქმედო არეალი ეს საგარეო საქმეთა სამინისტროა. აქ ათვისებების ნაწილში საკმაოდ მაღალი ათვისება გვაქვს წილი, ერთადერთი დიასპორის ნაწილში, დიასპორული პოლიტიკის პროგრამის ნაწილში ქონდა გამოწვევა, თუმცა საგრანტო პროგრამა ჩაიშვა, შესაბამისად ესეც დაბალანსდება და მაქსიმალური ათვისების მოცემულობა გვექნება ამ მიმართულებით. რა ვიცი, კითხვები თუ არ გაქვს, დიასპორის კომიტეტს ვთხოვ, მივიღოთ ეს ანგარიში, მხარი დაუჭიროთ და მივიღოთ ცნობად. კეთილი, დიდი მადლობა, გთხოვთ.
ასევე კულტურის კომიტეტს ვთხოვ უყაროთ კენჭი, აღნიშნულ საკითხს და მივიღოთ ცნობა წარმოდგენილი ანგარიში. გადაწყვეტილება მიღებულია. მადლობა. კი ბატონო, სპორტის კომიტეტს ვთხოვთ მივიღოთ ცნობად ბიუჯეტის შესრულების ხართვის ანგარიში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გიორგი. თუ რამე კითხვები არ გვაქვს? დავამთავროთ დღევანდელი სხდომა. მადლობა მობრძანებისთვის.